6-ზე მქონდა დაყენებული ეს. ნენელა დავაკელი ახლა უკვე, იმიტომ რომ 18 წუთია რაც ბილიკზე ვარ და 198 კალორია დავწვი. ესე. წუთი ვივარჯიშე. ჩემ თავს არც ერთ წუთს ზედმეტად არ ვაწალებ, გოგოებო. იცით როგორ ვარ? დავიღალე, იმიტომ რომ ბილიკი გავაკეთე. და სიჩქარის მოვუმატე, ანუ 6-ზე დავაყენე. სიჩქარე. ფაქტიურად უკვე სირბილი. ფაქტიურად უკვე სირბილია, ხო და? რო გითხრათ რომ არ დავიღალე, დავიღალე, მაგრამ ძალიან არ გადავიღალე თავი. და წამოვედი. ეხლა ძალიან კარგად ვარ, ანუ აი ძალიან კარგად. რო დაიწყებ ვარჯიში, სანამ შეხვალ დარბაზში, თითქოს გეზარება. თითქოს რაღაცნაირად არ გინდა რა. არ გინდა ეს მაინც ენერგიის დახარჯვა, ანუ ის რა ქვია, რო გტკივა თან კუნთები, ბოლომდე მე ვერ გამიარა ჯერ ისე მტკივა და თითქოს გეზარება ამ ყველაფრის გამო, მაგრამ ისეთი კარგად ხარ მე რო გამოხვალ დარბაზიდან. ისეთი კარგად ხარ, რომ აი არ ვიცი რა, სულ სხვანაირად ხედავ სამყაროს. მოტივაციისთვის ეს ჩემი ლაპარაკი თქვენ. ეხლა ჩემ პატარა სკოლაში მივალ, აქ დავჯდები ცოტა ხანი, გიას ველოდები, მანქანა უნდა გაერიცხა, მოვა. რაღაცეებიც ვიყიდე და სახშიც მაქვს საქმეები. რაღაც საქმეები მაქვს ეკეთებელი. საჭმელი. მიდლაგება, მოლაგება და ასე შემდეგ. იქნი და დავჭდი სადმე. მზე ვნახოთ, მზე ვიპოვოთ, მზე. აი ქალი აქ ვარჯიშობს. გარეთ ვარჯიშობს. ძალიან კარგია. გიამ დამირეკა, ესე იგი იქ მოვიდა ჩემ დარბაზთან და ახლა აღარ მოვიყვანი აქ, მე უნდა მივიდე, იმიტომ რომ საფულე მაქვს მანქანაში და კვერცხი მინდა რომ ვიყიდო. კვერცხი დამრჩა საყიდელი და მე გადავალ აქვე ვარ ახლა. როგორ მომწონს გოგოებო ჩვენი უბანი. რაღაცნაირი წყნარი უბანია. შვიდი. სიწყნარე და სიმშვიდე. აი ვარჯიშს რო გავაგრძელებ. ესე კი აღარ დავიღლები ხოლმე მე. ხედავთ აი რაღაცნაირად რო ვქაქანებ. გული თითქოს დამეღარა მაინც. მერე რო გავა დრო და მას მივეჩვევი და კარდიოს გავაკეთებ ხოლმე ხშირად. აღარ დამეღლება გული. და ეს ძალიან კარგია. გულისთვის, სხლძარღვებისთვის,
აი აქ იქნება ახლა გია სადღაც. არ ვიცი სად. ხოთ. აბა, სად არის? ხო დავინახე. დავინახეთ. მოვედი სახლში და ეხლა რა მოვიტანე გოგოებო. ესე იგი ხა გიასაც ვეუბნეოდი დღეიდან ფულს ხარჯავ სხვანაირად. ფულს ხარჯავ ნამდვილ საკვებში. და არა ორნაბიჯში, რომ გავავსებ ხოლმე პარკებს და მოვიდა რაღაცა იმას რა ქვია ძეხს რაღაცებს ზოგჯერ ხო ყიდულობ არავითარ შემთხვევაში სხვანაირად ვიქცევი დღეიდან ვიქცევ სხვანაირად ეხლა რა ვიყიდე მე გაჩვენებთ მაგას კვერცხი არ ვიცი მითხრეს რომ სოფლის კვერცხია მაგრამ ეხლა მე ზუსტად ვერ ვიტყვი რომ ნამდვილად ეს გაუშვეს ბალახზე და მეტი არაფერს არ აჭმევენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქარხნულს მაინც ჯობია. აი აქ არის მაღაზია, ჩვენ წინ, ვისიც არის, მაგ ბიჭმა მითხრა, რომ სახლის კვერცხიაო, არ ვიცი, რანაირად უნდა მოვიტყუო მაღაზია რომ მქონდეს, არ ვიცი, 3 ოჯახიდან მოდის რომ ეს კვერცხიო. იმიტომ არისო რომ სულ გვააქო და არ გველევაო 3 ოჯახიდანო 3 ოჯახი მყავსო რომლებიც მაწვდიანო ამ კვერცხს აი ნახეთ არ არის ძალიან დიდი კვერცხი არც უნდა იყოს სოფლის კვერცხი დიდი და ვნახოთ რო შევწავ ეხლა შევწავ საჭმელი გვშია რო შევწავ მივხვდები მე ფერზე ეთყობა სოფლის კვერცხს ფერზე ძალიან კარგად ეთყობა ჩემი წონა თამაშობს გოგოებო სახეზე მე ვატყობ რომ მოვიმატეს და ჩემსაც ვახარე და ეხლა რო ავიწონე ისე ვისწონა ვარ და ვერ ვიგებ რა ალბათ ასცნესაც აქვს ხოლმე ის რა ქვია რაღაცია მნიშვნელობა თეთრი შავალი მეცოდა შეიძლება მძიმეა არ ვიცი მაგრამ სახეზე მაინც ვამჩნევ რომ ცოტათი მაქვს მომატებული შეიძლება წყასროს ვსვავ წყლის დალევა მოქმედებს ხოლმე რა წყლით როცა შეივსობა ორგანიზმი მოქმედებს ვიყიდე ხაჭო იგივე მაღაზიაში აი ესეთი წონისა ნახეთ უკვე რა სხვანაირად ვიყიდე ყველაფერი ვიყიდე წიწიბულა ეს ორნაბიჯში ვიყიდე ბრინჯი იმ დროს ვიყიდე მაგ ვიყიდე ზეითუნის ზეთი აი ესეთი ეს არის ცივი გამოხდი ზეითუნის ზეთი 9 ლიტრი 9 ლიტრიანია კი ის ცოტათი უფრო ძვირი მაგრამ აი ესეთი არის ძალიან ცუდი მაგრამ მაინც საჭიროა ახლა კარტოფილი რო შეწვა ერთადერთი კარტოფილის შესაწველად გამოვიყენებ ხოლმე აი ამას დანარჩენი ამ ზეთზე გადავა არის უფრო სქელი და ცოტა ყოფნის ძალიან ცოტა სხვათა შორის სიმინდის ზეთიც არ არის ცუდი მაგრამ ზეითუნის ცივად გამოხდილი ზეთი ყველაზე კარგია ფიქრობ მე ძალიან კარგია ეს რავი დამიწერეთ აბა კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ კახური ზეთიც კარგია თუ ნამდვილი არის შავი შოკოლადი და ეს არის ეს არის ბიუბიუს ფილო დავიწყე აბსოლუტურად სხვანაირად ხარჯვა ფულის ძალიან გააზრებულად და ისეთ პროდუქტებში რომ
კი არ გენანება რომ მოგაქვს სახლში ზეთი, ხაჭო, კვერცხი რო გიხარია რაღაცა შეიძინა გინებული აი დღეიდან ვაკეთებთ ესე ჩემთან ერთად ვინც წამომყვებით ამ ყველაფერში გოგოებო თუ ვარჯიშსაც დაიწყეთ ძალიან გამეხარდება რომ მეტი არ შეიძლება და ყვებასაც ვინც შეცვლით და გადმოხვალთ აი ესეთ საკვებზე ნიკამაც მითხრა დედაო რაღაც აბულიო მეო რა ყვება ვადრე ძალიან მაგრად იცავდა ხოლმე ხო გახსოვთ აი მეც ესე ვაკეთებდი წიწიბურას პური აღარ მინდაო რა აი პური აღარ გამანახულო და ხან ბრინჯი მომიხარშეო, ხან წიწიბურაო და უფრო ხშირად წიწიბურა, უფრო ნაკლებად ბრინჯი და იშვიათად მაკარონია. დანარჩენი რაღაცეები ბურღულეული არ უყვარს. ხო იყიდება რაღაცა, სხვა რაღაცეებიც იყიდება, მაგრამ არ უყვარს. შვრიის ფანტელს ესენი საერთოდ არ ეკარებიან, არც ერთი არ აჭამს. არც უყვართ და არც არასდროს არ მთხოვენ და მეც არ ვაკეთებ. ვუდგეთ გოგოებო დღეიდან შევუდგეთ თუ დარბაზში ვერ დადიხართ სახლში დაიწყეთ ვარჯიში და წამომყევით სწორი კვება დაუწყოთ სწორი კვება ეხლა მოხარშო თუ შევწვა ეს მაგას ვუქით ყაბაყი არ უყვარს ნიკას ეხლა გავაკეთებ მე ყაბაყს ჩემთვის და გიასთვის. და აი მაგითი კვერცხთან ერთად ძალიან გემრიელი გამოდის. აბაყი, ხახვი, ცოტა კვერცხი და ქინძი. აი ეგ გავაკეთოთ. თიწუთით. ხახვი დავჭერი, ეს გავრიცხე უკვე. გამამზადე. ეხლა ამას გოგოებო ამზეთში, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ. მიხარია ძალიან ესეთი, რომ შევიძინე. არ უნდა ეს ძალიან ბევრი. აი ეს. ეყოფა, იმიტომ რომ ნახეთ რა სქელია. სქელისია. ჩვენი ჯანმრთელობისთვის კვება ძალიან მოქმედებს, ასევე ხასიათზეც. როგორ ხასიათზე ხარ, როგორ იკვებები, საერთოდ ის ხარ, რასაც ჭამ. კი, ეგ არის სიმართლე. ხოდა რამდენადაც შეგვიძლია ფიქრობ, რომ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი სწორად. ამას დავჭრი ესე. რანაც არ უნდა ამას ჩაშუშვა. გაწყალდეს. ეხლა ხილი ჩემოვა გოგოებო და დავიწყოთ ყველა ხილი აბსოლუტურად რაც შემოვა ყველაფერი ნელ-ნელა ვიყიდოთ. არანაირი კამპოტები, არანაირი მურაბები. არ მინდა არაფერი. მაგ ფულს რაც მაგ ყველაფერში იხარჯება ხოლმე და შემინდე ფულს ხარჯავ და მაგ კამპოტებში რა ვიცი. ჯერ ხო შაქარს ორმე შოქს ყიდულობდა ხოლმე და აღარ იყო. რო გააკეთებდა მაგ ყველაფერს უხარჯავდა მაგ შაქარს და მე მაგას
სულ ჩვენს თვალს ძალიან ცუდია, ძალიან. არანაირი კამპოტები, არაფერი მსგავსი. თუ მომინდება 1000-ზე რა ვიცი რა უნდა იყოს ახლა რომ ძალიან მოგინდეს და იყიდი და მაგას. მულაბასაც და კამპოტსაც. იცი რა დროს არის ხოლმე კარგი? კარგი არის ხოლმე გაციებული რო ხარ ზამთარში კამპოტი მაგ დროს გინდება. აი მაგ დროს გინდება კამპოტი. გაციებული როცა ხარ. ისე ეხა ბარე ჩავყაროთ ისე. დავაცდი ცოტა ხანი ჩაშუშოს. მანამდე კვერცხი ერთი ნახოთ აბა, ანაირია. ევამჩნევ მე. სოფლის ქათმები ხომ ყავდა? სოფლის ქათამს ახომე ყვითელი კვერცხს, ქათმის კვერცხს, ყვითელი გული. ხლა ის არა მაქვს. მაღაზიის კვერცხი რო შევადარო, მაგრამ ნახეთ სქელი არის ცირა. მაგაშიც ეთყობა. შეიძლება მთლად ბალახი არ დადის, მაგრამ 1000-ში ერთხელაც რო ბალახი ჩაუყარო, ეთყობა კვერცხს, ნახეთ. გოგოებო, თან ახალი, სულ მთლად ახალი ნამდვილად და ცილა არის სქელი. იმისი ცილა ხოლმე არის წყალ-წყალა. მაღაზიის კვერცხის. გულებიც უფრო რა თქმა უნდა ყვითელია. კვერცხი დავასხი უკვე. აქ ჭიჭიბურა დაღუდგინიკას რომ ეწუწუნება. ული აღარ მინდა დედაო, ული აღარ მინდა. მოხარშოთო ჭიჭიბურაო, მოხარშოთ ბრინჯიო. ესე. ხინძი და მომადავალაკო სამზარეულო ყოლება. და ჭიჭენი მაგდა ისინი რო გამოვალაგე ხა. ყველაფერი თავის ადგილას. ტოსტერიც ძალიან დიდ ადგილს იკავებს. აღარ დავტოვი არაფერი. თლიანად ამოვიხე. აი, ესეთი გამოვიდა. შვენი ჯანსაღი სადილე.